სალამ მეგობრებო, მე ელო ვარ და თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე. როგორც სათაურიდან მივხვდით, ვარიაქტებ გაცოცხლებულ შოუს. რა ძალიანაც მიყვარს ეს შოუ, მე მგონი ყველამ კარგად იცით და როცა ვახერხებ ყოველთვის ვესტრები, მაგრამ ამჯერად ვერ დავესწარი და შესაბამისად რეაქციის ვიდეოს გადაღება შეგვიძლია. ჩემი რეაქცია იქნება სრულად ორიგინალური. სრულად ბუნებრივი პირველადი თუ როგორც არის. როგორც ჩემო მეგობრებმა ვითხრეს, ძალიან კარგი გამოვიდა ეს ეპიზოდი, ერთ-ერთი გამორჩეული არისო. ნახოთ ერთი. აუცილებლად გამომეწერეთ ხალხო, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დამრჩა 2000 გამომწერამდე, ძალიან ცოტა. და თუ შეიძლება რომ ავიდეო 2000-ზე და 2000-ის specials, 2K specials გადავიღებ. ოღონდ ოქტოპუსები 2 საუკუნის მერე კი არა, ანუ დროულად გადავიღებ. ოღონდაც ამიყვანეთ თუ შეიძლება. ხო? ასევე დალაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარები და ეხლა დავიწყოთ. ეს ინტრო ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძველ დროს მახსენებს სულ თავიდან ფინაში რომ დაიწყეს გადაღება და მაკედან რო ძალიან მისწორდებოდა და ეხლა რო ძალიან დახვეწილებ ენდაჟი ჩვენ რო ვესწრებით, ეგ ძალიან მაგარი ფაქტია ხალხო. და თქვენ რო გონიათ რომ ორი კაცი ესწრება, რეალურად 100-მდე ადამიანი ესწრება, მე მგონი და სულ ყოველთვის 2 წუთში ივსება ხოლმე ადგილები. ანუ ვიცით რა, ახალგაზრდებმა გემოვნებიანი იუმორისტული შოუების არჩევა და კაი თავზე. ხო, ჩემმა და ქალმა ესეთ რაღაც აღნიშნა, რომ ცდილობ ხოლმე რომ ბუნებრივად არ გაიცინო და ინაზები ხოლმეო, იმიტომ რომ მე რო ვიცინი ხალხო, ვიცინი მთელი ორგანიზმით, მთელი სახით და ეხა გავიცინე ისე როგორც ვიცინი და თუ შეიძლება მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ რა, სალომე, შენთვის ვიძახი ამ ყველას. მადლობა, გამარჯობა, ეს არის გაცოცხლებული შოუს 54 ეპიზოდი. და სანამ დავიწყებთ გადაცემას, პირველ რიგში გეხსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენია ბეტსონ სპორტი. ბიჭებო, გუნდები გადავნაწილდეთ ბარემ და ვიყოთ ესე, ლუკა და ქორო იყვნენ ერთად და ცოტნე და კალა. ადი. ორი ბნელი იუმორის მქონი ადამიანი არის ერთ თიმში და ხო ეხა მივხვდი უკვე რატომაც არის ძალიან მაგარი ეპიზოდი. უკვე აბსოლუტ სინემაა ჩემი აზრით. ძიმე არტილერია და შენ დადგნენ რა. ჰა? ჩიტო ბარათისკენ. აუ, ჩიტო ბარათი, ეს ჯგუფში ქონდა ვიღაცა. საშემან მოიგო მე მგონი ხო, 5 მოიგო. არეკ ძალიან კარგი მიმი იყო და ძალიან კარგი ედიტი თუ რაც არის, რესპექტ. ესენი გადავიდეთ. ქორო არ მიდის ცოცხალი თავით. მე სულ აქეთ ვარ ხოლმე. აი, ბიჭებო, ეხლა უნდა გადავიდეთ კითხვების რუბრიკაზე, მაგრამ სანამ გადავალთ კითხვების რუბრიკაზე, გეტყვით რომ ჩვენი სპონსორი არის TBC. წამყვანის თემა პირველი, როგორ ფლირტაობენ არქეოლოგები. ვაიმე, ვინ აღმოვაჩინე? ვინ აღმოვაჩინე ბუწიკის გახსნაზე? აი რა გერიდება კაცი. ზაგაიყო. გუშინ რაღაც ვანიში გათხები ქონდა, მაგრამ დღესაც შემიძლია. აიმე რა პატარა დილდოა. აი ხლა არის ხთი შენ? კი, აიხავე. მომია. დამიჭირე. გაკაჩე. არ უნდა იტრიალო. სანამ გახადა და გახსნა რა ვიცი. გურამ ლომიძე წერს. აღვირახსნელი ფეხბურთელი. ხორო გოლს რო აღნიშნო, ეს არის აღარ გავიგო. გოლ! გოლ! აქ ბოლოდა სხვა დააკვდებოდა ხალხო, აი ბოლოდა სხვა, ხო ვიცით რასაც გულისხმობ. მოდი. მოიცა. ჰა, პასი მომე რა. ვერა. დაუ ის მაინც მომე. ჰა, აუ. ბურთი, მომე. აი ეგ არა.
განა ეჯიქცევ, ვერ გავიგე. აი, რა იყო, გოლი აუღნიშნა. მე ალამირო ტრაქში არ გაკეთებინა ეს არ შეგეძლო? აღარ გადასაგდებია. არ შეიძლება ისე. აბა. მიდი ხე მე კარი აიყვანე. აუ. რეგი. წამყვანის თემა ალადინის ყველაზე უცნაური სურვილი ჯინის. აბა აუ, აი ხა აქ მარტო როზე ვარ, იმდენად ვერ ვიცი და იქ მე და ჩემი დაქალებით საუკეთესო შემთხვევაში შოთავს ვივართ ხოლმე. ცუდად ვხდები ხალხო, ვეღარ ვჩერდები, აი ძალიან სასწაული აურა არის მართლა და ერთხელ მაინც რამენერად მოახერხეთ და დაესწარით, ანუ ჩაუსაფრთით პოსტს და შეაღონეთ კომენტარებში და მესენჯერებში და იქნება და მოხვდეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარია და ერთხელ მაინც დაესწროთ ჩემი აზრით. ჯინი შემისრულე? კი, აი ეს შენი ჩაი. აი ჟასმინის ჩაი ტრაქში ხონა შეგასხას ხაკას. აი სამარა აიგულისო შენი ჟასმინი მინდა. ხაუ. ერთი გთხოვ რა. ერთი. აი რა. ხეხოთები ერთხელ ასტავსიო. ეს ვერ გავიგე ხალხო, რა ხუმრობა იყო. ეს რაღაცა ხუმრობა ვერ გავიგე, ალბათ TikTok-ის ტრენდია რამე? ამტყაროთ ვერ გამეცინა, მაგრამ ალბათ ეს უნდა ეგ. ეს ლესგინკა ვიცი. ვა, მესამე სურვილი რა მინდა? თავისუფლება ისე არ მოდი. თავისუფლება ლოქახბედია. მაგრად დაგარით გაიფოდიში. მამული სათავე საკაი. კომიდან გამოდიხარ და გეუბნებიან რომ დედამიწაზე უკანასკნელი კაცი ხარ. თქვენ უკანასკნელი კაცი ხართ. რატო იწყევლები ხალბატო? უკანასკნელი კაცი ხართ თქვენ. აუ, TikTok-ზე რო იყო თუ გახსოვთ, რა გირჩევნია გოგოებს რო ეკითხებოდნენ, მარტო იყო დარჩენილი კაცებთან ერთად სამყაროში, თუ მარტო იყო დათვთან ერთადო რა? და ყველა რო დათვს ირჩევდა. ამ შემთხვევაში კაცი უფრო მეწოდება ქალებთან რომ მარტო დარჩა რა, ჩემი გულწრფელი აზრია და რატომ მეწოდება უფრო თქვენ განსაჭით. გავაგრძელოთ ახლა. არა. ვაიმე, გაიღვიძეთ. დიახ. ცუდი ამბავი მაქვს თქვენ უკანასკნელი კაცი ხარ დედამიწაზე. ხომ არა თქვენ? უკანასკნელი კაცი ხარ თქვენ. რა გუკა სადა? აღმოაჩინე რომ ბენზინს შარდავ. აი 2 ლიტრით ჩამიფსი და გთხოვ. აღარ შემიძლია ჩემო რა. კი ბუთკა. დამშვიდი ცოტნე არაუშო. აუს დავიზვავ. ყველა მოგეკარგებოდი, გაჩერდი. რა არის? შენ რა მომიწანწკარე? მიაფსი წესიერად ერთი რა არის? ვერ გავიგე. აუ, აქ შენ მიაფსი ბაბაშას გავთქვე რო არის და მე რომ ბაბა იაფსებს და კაი, წავედი ჩემით. სუპერი. სალამი, ჩაგისხათ? ჩემით ჩავასხავ. მოდი. აბა, ჩაგისხათ? გაზზე ვყავს. აჰ, კი ბატონო. ხარო. და ელექტრო როცა არის, მაშინ რა ხდება? რა არის, კაცო, ფული არ უნდა რაც გადაიწყო. მოგაფსი გეყოს კაცო ერთი. საყვარელო.
ცეცხლი იმას აქნა ხო? გულის ფორმის ოღონდ ესაგებ. ენდაგეზე ბდილატო ვინდია. აუ, შენი დედა გაჩერდატო. ნახევარი საათი მაცადე და. წავედით, აბა. გაწყვიტავ. მოიცა. გასხამდი ბიჭო, ვერ დაგინაშე, აბა. აიმე. გამარჯობა, გაგივსოთ ხო? მაგისა უნდა გამიშო. ხო არ მეღაზა. აი, რა მაიმუნი ბავშვი ხარ, შენ მიაფსი მამა ჩემს. ხო თქვი? მანქანაში? ყველაზე უცნაურად როგორ შეიძლება მოიქცე, როცა თავს სხვა წვიმაა და ქოლგა არ გაქვს. დღეს სხვათა შორის კონსერვატორიაში მივდიოდი, ესე მივდიოდი ზუსტად იმიტომ, რომ ბაკიაჟი არ მდოდა, რომ ჩამოვსვლოდა. და უცნაური საერთოდ არ არის, ანუ გამოსავალი საერთოდ რა უნდა გააკეთო. Watch. წამო ბიჭო, წვიმან დაცხო, ცოტნეს. ბიჭო. კაია. მე უნდა ყოფილიყავი და სოთნაგული ვიყავი რომ ჩემ ქვიშა მე მოიწა. უნდა ყოფილიყავი და სოთნას ლუდი დაელია მაგალითად. ასე ვარ. ბაბი კახიანი გვწერს განათლებული კაი ბიჭები. ერთი შენს გამზრდელ დედას უქენის, რის შემდეგაც ბავშვები ჩნდებიან. აბა ახტი ჩემი ძმა. არის და 75. ცოტნე. კაი ბიჭობა გირჩევია თუ ტორტი? ტორტი, იმიტომ რომ კაი ბიჭი უკვე ვარ. ტორტი ძალიან ბევრი შაქარი. ანუ შენ ინსულინისთვის ეს არის კოშმარი. აუცილებლად კაი ბიჭობა უნდა აირჩიო. კიდევ კარგი. შენ ბიჭო მოიწიე აქეთ, ფრთხილად ბორდილს ფეხი არ წამოყვა. ხო და ეგრე იყო ბიჭო. მაშ ტყნის დედაც მო. აუ, აქ ბაზარი არ მინდა და წამოერთი შანიძისკენ ავიწიო. საჩანიძისკენ. აკაკი შანიძე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. ის იყო ერთ-ერთი პირველი მის ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ხო რა? რა ცხოვრები ცხოვრობ? რა ცხოვრები ცხოვრობ და პიანინოზე ვუკრავ და ბოზებს დედას ბიჭო. შვიცლედი და რამე? აუ. მალხაზა ჩმორი იყო ბიჭო, ჰაშორიოებზე ვაგზავნიდი ბავშვობაში. ან როცა მომინდებოდა. ის რაც არ გინდა შენმა შვილმა მოისმინოს ხმოვანი სათამაშო თოჯინისგან. მოდი ჩემთან დამპალო. ჩუპაპი მუნიანიო. აუ თან ქოროს ხო შვილი ყავს და ძალიან ბეისტარი ვარა. Sorry. ლუკა, მოდი შენთვის სიურპრიზი მაქვს. აი, შენ რო გინდოდა, აი. მე მინდა ამ ჭიქით ერთი მნიშვნელოვანი კაცობას ისწავლის დავდიო. სამაგიეროდ. არ მინდა. როგორ არ გინდა? ახალი სათამაშო. შეჩემა? Sorry, I cannot take English. Sorry. ქორო. აუ რა კარგი ახალი სათამაშო. ნომეხები მეღუტუნება. აბა გააჯვე ხა. დადი იქით. Mandara. Uff. ახალი სათამაშო რა კაი. რამ პარამ პამ პარამ პამ პაპარამ. იუმორინას ველოდემოზი. ტამ ტარარარა. არარარა.
გვიზრდათ. აი ჩვენც რომ ესწრებოდით ხოლმე, ყოველთვის იყო ხოლმე რაღაცა მომენტი უმორი და სტაში და მთელი ამბები და ანუ ხალხო არ მოგვეძდეთ არასოდეს მომწე. გეშინია და შის უცნაურად გამოხატავ. გელოს ცოტნე გეხვეწები. შევაშინოთ ეს. მე მაგას აღარ გავიგო. ერთხელაც. მეც გთხოვ ერთხელაც. მიდი ცოტნე. ვაიმე, ვინ ახარ ანუ რა კარგი. გამტყიპე. შენ კი არ უნდა გამტყიპო, იმან. ბადრი ჭუკლაძეს. უცხო ადამიანს ზურგიდან მეგობარი გეგონა და თავში წამოუთაყვე. ეს ეწერია. ამოუთაყვე. უცხო ადამიანს წამოუთაყვე. ხო. რასაკეთე? აუ, ბოდიში რა, ბოდიში, ჩემ ძმაკაცაც ეგეთი თავი აქვს და. ვა. I'm sorry. I'm ვიღაცა ინდოელი რა, I'm sorry. ვიღაცა არც ეგეთი გააკეთა. ბადრი ჭუკლაძეს. გრიშა არ მეგონა თქვენ. აუ, ბოდი შემთხვევით წავმეთაყვა. ვაიმე, ჩემი დაქალი მეგონეთ, თქვენარი იდეალური სხეული აქვს სხვათა შორის და აი ძალიან გავხარ. ეს ისე ძალიან აბსურდიზმი, იმიტომ რომ გოგოები ერთმანეთს სულ ვაქებთ კომპლიმენტებს ვუნებით და ბიჭები პირიქით აბულინგებენ და ამცირებენ და მაგათი კომუნიკაციის ენა ეგ არის და არ ვიცი, მე ცოტა ძალიან მეხელოვნება გოგოებო და ამიტომ მე ეგეთ სტანდარტული გოგო არ ვარ, მე თუ კომპლიმენტს გეუბნებით, მართლა კომპლიმენტია და იმისთვის არ გეუბნებით, რომ support-ი და women's power და რაღაცა მთელი ამბები, ანუ მაგით არ გეუბნებით. საჭირო იყო, არ ვიცი, მაგრამ უნდა აღმენიშნა მოკლედ. ივანე მელიქიშვილი გწერს. ჰიბრიდი. სიყვარული რომ ქირავდებოდეს. აბა რა გეთ დავიმბრუნე? არ მინდა თქვენი იყოს თქვენი დედა. აი, ჩვენ გამოვალ. მობრძანდით გამარჯობა. აი, ჩემი ძმისთვის მინდა და აბა რაფასები. გამარჯობა, რა ღირს სიყვარულის გირაობა? 1 საათი 1000 ლარი. რა ამბავია? ქალიშვილი ვარ გეძა. მაშინ მობრძანდით, აბა სიყვარულს ეძებთ? არა, მინეტები საით. აუ, აღარ მიმაქირაოთ ამ გიორგი კალატოს. სიყვარული მაგას ტრაქში ჯორგონია რა. გაუძა რა. თან ვერ ვიცინი, თან მეძინება. ეს იმის აუ გამარჯობა, აი 2 წუთი რომ მომესიყვარულოთ რა დამიჯდება, ძალიან ცუდად ვარ რა. მესიყვარულო. გამარჯობა, სიყვარული მინდა თუ აი აღარ დაგვშა ბოლო იმ გეიწყვეთმა წაიღო. გავეწევი. გამარჯობა, სიყვარული გააქვთ? მიყვარხარ. აუ რა გაასწორა. ძალიან მიყვარხარ. ერთი თვის ფრიტრიალი ამოიწურა და ტრიალი? ხო. აი ლავჯია რაღაცა ეგეთი შეიქმნას. ერთი თვის გული ფრიალი ამოიწურა. კაი, გადავიდეთ. ფრიტრიალი.
ანი ჩახაია წერს ყველაზე უცნაური რაზეც შეიძლება ჩაგჭრან ქალაქის გამოცდაზე. თუ რას გავხარ? აუ აქ არ მოჯო ეხლა გადი იქით. სახლში იწვის 5 ძველი ბიჭი. მე ხანძრენ ჩააქრო 4. რამდენი ძველი არც ერთი მიტრო ძველი ბიჭები არ იწვიან. ბიჭი იწვის? ერთი. არა, ჩაჭრილი ხარ სამ. რატო ჩავიჭრე? სასარუყრები. აუ ჩიტო შემოგვინდა, გადი. გამარჯობა. გამარჯობა. ხართ? დიახ, დიახ. ხიზელი ხართ? აქედან არა, კაცო, აქედან. ძალიან კარგად მიდიხართ, მინდა გითხრათ. მადლობა. ორი წამი ბიძაშვილი ცხოვრობს, ჩემი გავიზბენ უცებ პატარა საქმე მაქვს და რავიანი რო არის როგორ ეთქო. მე გავერთე უკვე. იქნება ამან გადამარჩინოს თქო. გამარჯობა. გამარჯობა. აბა, გაზი ხადრა. ის გოგოქდება. სადრო იქნებით გითხარით და გამოვა. აი მიყვარს ეს ხალხი. აბა, გაზი რა გაზი ბენზინზეა. აბა ტორმოზი სად არის? აუ ესე დავიმართა ზუსტად პირველად რო გავდიოდი რაღაცა დაბაზეპირებინეს გვერდით ატრასაზე და დაზეპირებული მქონდა რომ ორჯერ აქეთ წუთაში ვუხვი, ერთხელ იქით წუთაში ვუხვი, თან მე მაშინ ჩავაბარე რა, ის მარტივი რო იყო და ამერია მარჯვენას დასვლა ბაცკნავგენი და უკან რაღაცა იყო და ბოლომდე ესე მივეხეთქე. მაგრამ ბაცმეტყვა დღეს მაქვს. რამდენიმე ცის შემდეგ, მაგრამ მაქვს. დიახ. სორია. Გამარჯობა. აბა, აქ პრямо 2 კილომეტრი. არის პირველ რიგში ხელის მუხრუჭი უნდა ჩავწიოთ. რას აკეთებ? არის ყოცული. გამარჯობა. აუ, გადააჯვე. იგივე ქენი შენს თქო ახლა. მე უნდა უკვე იგივე. გადააჯვე. იგივე ქენი შენს თქო. ქოროსთვის უნდა ეთქვა რომ მოკლედ. ეგ უნდა გითხრა. მიუხვდები. ანუ ლუკას უნდა ეთქვა. იგივე ქენი შენცო უნდა ეთქვა ლუკას. და დააღო პირი. კაი, ეხლა მანქანაში ჩავზე. აი, გადავიდეთ შემდეგზე. რაც არის შემდეგზე გადავალთ, გეტყვით რომ ჩვენი სპონსორი არის ასე. მულტიფილმის გმირები რომ ჰომოსექსუალები იყვნენ. კაი თემა. აბა ცხრებო, ვისი ხარ თქვენ? ისი და კომპლექსი. კომბლე რა კაცია? რა კაცია და კომპლექს თრის და დარა. ქორო გეტყვის მაგანით. ჩიპი და დეილიზე გაიგე? ტრაქში ნაცარქექია რატო ვარ სველი?
ბიჭო. მე ვარ ერთი სიდა. დრაგში მოხდა მინდა. თუ გინდა რომ პრინცესამ გაიღვიძოს, უნდა აკოცო მას. ფუ. ეძინოს მაგის გამიც. ვირო, ეხლა მისმინე რა ხდება რა? უნდა შევიდეთ ამ სასახლეში რა და დრაკონი უნდა აიღო შენ თავზე. აუ არა. ბიჭია, ბიჭია. შეკი ჩემი საყვარელი ანიმაცია. მე მიშვი. ყველაზე შეუფერებელი თხოვნას ეკვდილის წინ. ოხ! ხდება გიორგი. ცოტნე. აი ეს ჩემი ოჯახის წევრები არიან. ქორო არ გააკარვა. მოდხოვნა. აბა. ჩემი ძმის იუმორინას გამოსვლა ჩავირთ. არა. დაგიჩქარებს. ფილო. ისრები არ მომიტანო. ეს ვერ გავიგე, ისრები რა შუაში იყო. ცოტნე შვილო. ხო. აა 9 ძმა ხერხეულიძის მონტიროა? აი, გადატეხე. აი. კაი დროს მოყოდა. მე რა უკრა მე. ვილო, ლუკა. ხალებს არ გაეკარო. ოპა. ცოტნე. ხო გიორგი. ერთხელ სიკვდილის წინ გიხვეწები. ერთხელ. და წამყვანის თემა რა შეიძლება უნდათ უცხო პლანეტელებს, რომლებმაც ღამით სახლში მოგაკითხეს. ლუკა გამოვა. აუ, იმაზე თამამეური ხუმრობა იყო, რომ ლუკა დაშვილებია და ეხა იდეაში უცხო პლანეტელებმა ჩამოიყვანეს, დატოვეს დედამიწაზე. ძალიან კარგი თეორია, ამაზე შეიძლება მიმის გაკეთება. რა გინდათ? თქვენ დაპატიჟებულ ხართ გია ჯაჯაინძის გადაცემაში, რომ მოგზანდეთ ხვალ საღამოს 8 საათზე. არა მადლობთ. კარგად ზანდებოდეთ. ეს ტრამპი აკაცონებს საკეთებს. თვითმფრინავი და შენ მიყოფდი ეს შეურეთ ბლინკენინატობა. რა წარმოდგენდი და უცხო პლანეტაზე იყო ძალიან საინტერესო. თავმჯდომარე არ შემოსულა? უბორნია საით არის. ციხიდან გაქცევის უცნაური გზები. ეხლა მოვალ. გადი იქით, გადი. ეხლა მოვალ. მე ეხლა მოვალ. გადი კაცო. ამ ციცერვა აქვს ხოლმე ხნიერ კაცებს გზელი ფჩხილი. ხრის. სკოფილდი უნდა მოგვიწოს. ეს გარბის ეხლა. ცოტა გძელი ესენი ფხილი. კაი დროს მიხვდნენ. აი, აქეთკენ წავიდა ეს ისტორია. წამყვანის თემა მასონების კრება იმერეთში. ჩემი აზრით გრენლანდია ტრამპმა უნდა წაიღო. ესე იყოს, ტრამპა. აქანა ჯია ვინმე? ილუმინატია თუ რაცხა ჯანდაბაა, სადგახატია? რა ის ილუმინატებებია? მაგირაია. აი. ხო, მასონიე, ბიჭო, მოხვედი? ეს მეგონა პროჭია თუ რაში იყენებენ, ჩემსკენ არ იყენებენ. და სიტყვას გადავცემ იმერეთის წარმომადგენელს. უღრმეს მადლობა რომ გადაწყვეტეთ შევკრებილიყავით აქანა. დიდი პატივია. ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან მიყვარს იმერული აქცენტი და იმერული რაც ხა იქინე აქანე ანუ ძალიან იმერეთში უნდა დაბადებულიყავი რომ ეს ყველაფერი შესხოცებული გქონდეს.
და ხო ეხლა უცხო ყურით რაღაცნაირად ჟღერს, როგორც ჩემთვის კახური აქცენტი ჟღერს, მაგრამ ძალიან საყვარლობაა. სა, ბიჭო, ტრამპიკიე. ტროპიკიე. მამე დაგვწერს როგორ არ უნდა მოიქცე კომისარიატში. აბა წავიკითხოთ ხელი აიფარეთ თუ შეიძლება. თვალზე. აბა შემდეგი მობზანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ისინი იქნება ხო ბაბა. შემდეგი. იქით აი. არავის ჯარში რო არგინა წასვლა. შემდეგი. გამარჯობა. კაი, წადი მივხვდი ხო. გამარჯობა. გავიგეთ წყლის თოფი. ქორო როგორ ახერხებს რომ ყველა სიტუაციიდან, ყველა თემიდან შექმნას რაღაცა, ანუ ძალიან აბსურდულია, გიჟდები ასეთი აბსურდული უმორზე და ქორო რო გაცოცხლებულს მოუხდა, ეგრე არ ამგონია აი გაცოცხლებული და ქორო რო შევადაროთ ისეთივე შედარება როგორც ჭადი და ყველი ჩემი აზრით, აი მეტი უკეთესად ვერ აგიხსნით.ები გაქვთ. მე ვარ მოკლეს. გამარჯობა. აბა გამოვდგები ვიშკაზე, აბა. მედიაცი. კაი, მადლობა. ძალიან კაი იყო. კაი, ბიჭებო, ეხლა უნდა გადავიდეთ შემდეგ რუბრიკაზე, რომელიც არის თხრობელის რუბრიკა. აუ ვიცი ეს რუბრიკა და ძალიან სახალისოა, ნახოთ. და ამ შემთხვევაში კალა ვინ წერა იცის მხრობელი ის იქნება ამ შემთხვევაშიც. ვა, მე ერთხელ კალა იქნება მხრობელი და ცოტნე ქორო და ლუკა შეასრულებენ რასაც კალა წაიკითხავს იმის მიხედვით დავალებებს. მე არ შევასრულე. ეს ხო 39 წუთიადი რეალურად ჩაწერა გრძელდება ხოლმე 2 საათამდე და წარმომიდგინე ხა რეები ამოიჭრა და რეები ვერ ვნახე და ძალიან ვიბოღმები მაგის გამო, იმიტომ რომ ძალიან კარგი თემები იყო, ძალიან ბევრი სახადა კაი გავაგზავნოთ. იმსახიობებენ. კაი. თუ მზად ხარ კალა ზარის ხმაზე დავიწყოთ. დავაი. ზარის და კაშის ხმაზე? მოგესალმებათ ჩვენი ექსპერიმენტული თეატრი. ბიჭები სტაჟიორები არიან და იმედია არ შეაფასებთ ძალიან კაცრად. კოსმოსური ხომალდის კაპიტანი ჯეიმსი ფრიად სასიამოვნო შესახედობის კაცი იყო. ის ყოველდღე იწესრიგებდა საკუთარ თავს და წითელ პომადას ისვამდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტუჩები არ დახეთქվოდა. ყოველ შემთხვევაში სარკეში ჩახედვისას ამას უმეორებდა საკუთარ თავს. ერთ დღესაც ჯეიმსი ხომალდის დერეფანში სულელური გამომეტყველებით სეირნობდა. აკეთებდა ისეთ რაღაცებს, სხვას რომ დაენახა რომ შერწყვებოდა. ამ დროს მახარას პაროდია იყო თუ მომეჩვენა. კი შენიშნა უცხო პლანეტელი, ქორო თქვა უნდა. რომელიც მართვის ოთახში იპარებოდა. შეშინებულმა ჯეიმსმა შესძახა. რას აკეთებ? სად მიდიხარ, რაზეც უცხო პლანეტელმა ხმა არ გასცა და გაბუტული შეყვარებულისავით გადგა განზე. ჯეიმსი უცხო პლანეტელთან მივიდა. დაათვალიერა. კარგად დაათვალიერა. და აღმოაჩინა, რომ უცხო პლანეტელს პირი უკანალზე ჰქონდა. რას იკბინები? უცხო პლანეტელმა ამოსძახა. გამარჯობა.
რაზეც გაოგნებულ ჯეიმს ციმოუფლმა დაასხა და და ენის ბორძიკით თქვა. არაირად არის ეს ატყობილი ეს არსება. ჯეიმსმა თავის თანაშემწეს ნოდარან გივიას მიმართა რაციით ნოდარა მოდი აქა მოდი. და კოდური სიტყვა უთხრა. ფილტვები. ნოდარან გივია წამში ადგილზე გაჩნდა. გივიას ჩვეულებრივზე დიდი თავი ჰქონდა. გამარჯობა. ხალხ არ ვიცი რა მოხდა. ყველაფერი ერთიანად გამოვიდა წყობიდან. ყურსმენები ლეპტოპი ახლა ტელეფონიც ყდება და ბოლო 5 წუთს ვეღარ ვუყურებ სამწუხაროდ. თუ აქამდე მოხვედით და მიყურეთ, აუცილებლად გამომიწერეთ, დაღლაიქით ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. მე ხოლმე წავიდე დავისვენო, იმიტომ რომ შუაღამის 2 საათია და ესეც როდის გაწყდება არ ვიცი. თუ გინდათ რომ მობილიზებურად გადავიღო კიდევ გაცოცხლებულის რეაქცია ან სხვა რომელიმე პროექტის რეაქცია, აუცილებლად დამიკომენტარეთ და ახლა წავედი ნახვამდის.